de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 252 ეპიზოდს გადაცემისა კვირაში ერთხელ მიშამ შულდაძესთან. თავიდანვე უნდა გითხრათ, რომ გადაცემა კი გადის ახლა, თუმცა გუშინ ჩავწერეთ 8 მაისს და არ ვიცით 9 მაისს რა მოხდა. მაგრამ ის კი ვიცით, რომ 9 მაისის მოახლოებასთან ერთად რუსეთში ანერვიულდნენ. ერთ დროს პუტინის საყვარელი დღესასწაული საზიზღარ დღედ იქცა. უпростоრად უკრაინელებმა უქციეს. დღე არ გავა, რომ რამდენიმე ვიდეო არ გავრცელდეს, როგორ ბუთქეს რუსეთში რაღაცას. ხან სამხედრო წარმოებას, ხან ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებს. ძალიან მოხშირდა ასეთი შემთხვევები. ვიდეოს რო ხვდები Facebook-ზე, როგორ აზდის კვამლი რაღაცას. სულ იმას ვფიქრობ, რომ ნანახი არ მაქვს. რაც არ უნდა იყოს, მაინც უყურებ. ძალიან ცოტაა სამყაროში იმაზე ლამაზი სანახაობა, როცა რუსეთში რაღაც მნიშვნელოვანი იწვის. წლევანდელი აღლუმი ყველაზე მოკრძალებული იქნება, მაგრამ რას იზამ? შიში ოხერია. შიში ისეთი რამეა, გაორმაგებულ მარცვლიანი სიტყვები უხდება. ცახ-ცახი, ჟიმ-ჟიმი. პირველად 91 წლის განმავლობაში აღლუმი სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარდება. რატომ რო კითხეს, მარტივი პასუხით აიხსნა, მიმდინარე ოპერატიული ვითარების გამო. რა ვითარებაზე იყო საუბარი, აღარ დაუზუსტებია. გონი ამინდების გამო. ალბათ ამინდებსვე უნდა დაბრალდეს შემდეგი შეზღუდვები. ცენტრალურ ადგილებში პარკირება აიკრძალა, აიკრძალა ალკოჰოლის გაყიდვა, აიკრძალა მობილური ინტერნეტი, გადაიდო ავიარეისები. დაწესდა მასობრივი ჩხრეკა, აიკრძალა დრონების აფრენა და ასე შემდეგ. ვერც გაამტყუნებ. წელს მაისისთვის შეუფერებელი სიცივეებია. ასევე 9 მაისის აღლუმის გამო პუტინმა დაცვა გაიძლიერა. CNN-ის ცნობით კი პუტინმა დაცვა გაიძლიერა პოლიტიკური მკვლელობის და აჯანყების შიშით. ჩვენ დავაკვირდეთ. ნახოთ, თუ 10 მაისს ეს დამატებითი დაცვა მოიხსნა პუტინმა, ესე იგი მართლა 9 მაისის გამო გაუძლიერებია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცალმხრივად 8-9 მაისისთვის ზავი გამოაცხადა და დაიმუქრა, რომ თუ კი 9 მაისის აღლუმი ჩაიშლება, რუსეთი ცენტრალური კიევის წინააღმდეგ მასშტაბურ სარაკეტო იერიშს წამოიწყებს. ასევე კიევში მყოფ დიპლომატებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა. რა თქმა უნდა, პუტინის მუქარა ყველამ დაიკიდა. რუსეთის მუქარის მიუხედავად ევროკავშირის ქვეყნები კიევიდან დიპლომატებს არ გაიყვანენ. მაინც დიპლომატები არიან რა და ვერ თქვენ სხვა მაღლა, ამიტომ მე გავაჟღერებ მათ პასუხს. პაშო ნახუი, აი ესე. რო შეხედეს რუსებმა, რომ მაინც და მაინც შთამბეჭდავი აღლუმი არ გამოდის, რა ქნეს იცით? უცხოელ ჟურნალისტებს აკრედიტაცია მოუხსნეს. არ იქნებია. ერთი სიტყვით ერთ დროს რუსეთის სიამაყე სამხედრო აღლუმი გადაიქცა ჩვეულებრივ მსვლელობად. ვიღაც ბიჭები გაივლიან რა, ეგ იქნება და ეგა. კრემლი ასევე ამტკიცებს, რომ 9 მაისს სხვა ქვეყნის ლიდერები არ დაპატიჟეს. არადა რამდენიმე ლიდერი დაესწრება. არ ვიცი, ამათ შეიძლება თავი გაიგიჟიანესო? აბაბაბ, ვარიანტი არ არის, უნდა ჩამოვიდეთო და რუსებმა ზღვარი ვერ უთხრეს. სინამდვილეში ხუილო იმდენ იქნა, რომ თავი მოაძულა ყველას. ერთ დროს აღლუმზე ყოფილან ისეთი ლიდერები, როგორებიც არიან ჯორჯ ბუში, სარკოზი, ბევრი სხვა. და წელს ისეთი შემადგენლობა, გადაცემის წამყვანი რო არ ვიყო, რავი, საძმაკაცოში თავისუფლად ვიტყოდი, რომ სულ ყველას დედა აფხაზეთიდან იქნება ბადრა გუმბა, სამხრეთ ოსეთიდან ალან გაგლოევი, ლუკაშენკო, ფიცო, წესით
ორბანით და მადუროთი უნდა გამეგრძელებინა, მაგრამ არ შემხვდნენ სიაში. რაღაცა არ ვიცი რა დაემართა. თუ ვინმე მიცით დაწერეთ კომენტარებში. სტუმრებს შორის უცნაური ხალხიცაა. ლაოსის პრეზიდენტი თონგლუნ სისულითი და მალაიზიის მმართველი სულთან იბრაჰიმ იბნი ალმარჰუმ სულთან ისკანდარი. მოკლედ ეს ვიღაც კაცი არის მოკლედ ჩასული მალაიზიიდან, აი ამ სახელგვარ. ამ ყველას თავისი კონკრეტული მიზანი აქვს. ზოგს მატერიალური და ზოგს კიდე სხვა გზა არ აქვს. სამაგიეროდ რუსეთში არ ჩასულან ისინი, ვინც ჩადიოდნენ თითქმის ყოველ წელს. აი ამდენი წლის შემდეგ არავინ ჩავიდა მცირე აზიიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან. პუტინის რეიტინგი მთელ მსოფლიოში ეცემა, მათ შორის თვითონ რუსეთშიც. მართალია, მაინც ძალიან ბევრია, მაგრამ ისტორიულ მინიმუმზეა. ამავდროულად გაიზარდა იმ გამოკითხულთა წილი, ვინც პუტინს არ ენდობა. ეს მაჩვენებელი 13%-დან 17%-მდე გაიზარდა. ჩვენ რას ვაპირებთ? არ ვიცი. ქოცები ეტყობა აწურინებენ 50%-ს. ანუ 50%-ს რო ჩამოცდება პუტინის რეიტინგი, თურმე ეგრევე გინებას დაუწყებენ. როგორც გითხარით, პაშინიანი არ დაესწრება რუსეთში აღლუმს. რა უნდა რუსეთში? სომხეთში უმასპინძლა უმნიშვნელოვანეს ფორუმს და საფრანგეთთან და ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა. აი ასე ოსტატურად გადავედით სომხეთში გამართული სამიტის თემაზე. ერევანში გაიმართა ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტი. ამ სამიტს ესწრებოდნენ მაკა ბოჭორიშვილი და ირაკლი კობახიძე. აღიარების ფარგლებში სამთავრობო მედიამ და ადმინისტრაციამ ყველა კარდი გამოდეს, სადაც კი კობახიძე და ნებისმიერი თანამდებობის პირი ჩანდა, სადაც ირაკლი ვინმეს ხელს ართმევდა, სადაც მაკას ვინმე უღიმოდა, სადაც ამორის ფონზე ვინმე კოსტუმიანი კაცი ან ქალი ჩანდა. რავი, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ზელენსკისთან შეხვედრა იყო. შეხვედრაზე, რომელიც უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა, საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობებს შეეხო. შეხვედრაში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებიც მონაწილეობდნენ. წერდა ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაცია. თქვენი აზრით, ამ წინადადებაში პირველი ნაწილი უფრო საინტერესო იყო თუ მეორე? როცა წინადადება ორი ნაწილისგან შედგება, უფრო მთავარს პირველ ნაწილში ამბობ. ნაკლებად მნიშვნელოვანს კი მეორე ნაწილში, იმიტომ შეიძლება დაეზაროს ადამიანს ბოლომდე წაკითხვა ამ მოსმენ. ქოცებისთვის კი მთავარი იყო, რომ შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა. ანუ ჩვენ არ გვინდოდაო თავი იმართლეს ვიღაც ვიღაცეებთან. საუბრის შინაარსი არ ვიცით, მაგრამ საინტერესო იყო კობახიძემ თქვა. მიდი და გაიგე რა შეიძლება იყოს კობახიძისთვის საინტერესო. ამავე დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. ეს ორი ადამიანი რაღაცაზე შეთანხმდნენ. აბა თუ გამოიცნობთ რაზე? სიბიჰას თქმით, ის და ბოჭორიშვილი შეთანხმდნენ, რომ კონტაქტი შეინარჩუნონ. აუ. დარეკე ხოლმე ვიღა და ამას უთხრა, კაი, ო შენს დარეკე ხოლმე. ეგ იყო და ეგაა. ამ ამბებს ქოცები დიდი ზარზე იმით გამოეხმაურეთ. გამარჯვებად მონათლეს. ეტყობა დაავიწყდათ უკრაინა ომში რო გვითრევდა. ხო გახსოვთ? უკრაინა ომში გვითრევდა. ისე ეხლა ომის მეხუთე წელი მიდის და ჩემი აზრით აღარ უნდა ჩაგვითრიონ. ახლა რო ჩაგვითრიონ და მალე დამთავრდეს, ძალიან ტეხავს მე ზამასკაში დავრჩებით. ჩვენს თვალწინ მთელი მსოფლიო იცვლება. ევროპა სომხეთში იკრიბება, ამერიკა ირანის ამბები გაურკვეველია, რუსეთი ყოველ დღეს უსტდება და ბიძინას გეგმები ჯერ კიდევ გაუგებარია. არც თვითონ ჩანს, აღარც ღია წერილებს გვიგზავნის. ის გადაგვჭენია ვიჭორაოთ. ამჯერად გთავაზობთ ბიძინას აბასთუმნის რეზიდენციის საიდუმლოებებს. შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი დამთხოვა იქნება აბსოლუტურად შემთხვევით. თურმე ბიძინამ აბასთუმანში მარტო ცაკი არ ჩაკეტა. ზოგადად ერთმარცვლიანი სიტყვა რაც არის, ყველაფერი ჩაკეტა.
მთაც ჩაკეტა, ტყეც, ღრეც, კლდეც, ზღვაც, ტბაც, რუც, ჭაც და მზის ჩაკეტვაც უნდა, მაგრამ ჯერ არ იცის როგორ ქნას, აი თურმე რეზიდენციის ერთი ოთახიდან გვირაბში გადიხარ, რომელიც ქემალ-ფაშამდე მიდის. იგივე ვაჭრობ, მოდიხარ. თურმე რეზიდენციის კედლები ტარაქის და ხიზილალას ნაზავი ცემენტით არის ნალესი. თურმე ისეთი მყარი შენობა 100 ბალიან მიწისძვრას უძლებს. მართალია ასეთი მიწისძვრის შემთხვევაში პლანეტა შუაზე გაიხლიჩება, მაგრამ ეს კოშკი და ნახევარი პლანეტა დარჩება. ამაზეა გათვლა რა, რომ დედამიწა თუ გაიხლიჩება, ეს ნახევარ დედამიწას დარჩება. იმედია რომ მაინც და მაინც ამ სახთან არ გაიხლიჩება. თურმე ბიძინამ ერთი თვის წინ გაიგო, რომ აბასთუმაში ობსერვატორიაც არის. და თვითონ ობსერვატორია რა არის, ეს ერთი კვირის წინ გაიგო. თურმე ბიძინა აბასთუმას ვერ იმახსოვრებს, ამიტომ ხან აბას ეძახის, ხან თუმას. თურმე რეზიდენციის ეზოში სპეციალურად გაწვნილი არწივები ყავს, რომლებიც დრონების თავდასხმის შემთხვევაში ანეიტრალებენ დრონებს. კამიკაძე არწივები ეჯახებიან. თურმე ბიძინას აბასთუმნის რეზიდენციაში ყოველ დღე რემონტს აკეთებენ. და ინტერიერს ცვლიან. იმისთვის რომ ამერიკულმა დაზვერვა მადუროს რეზიდენციის გასად იდენტური მაკეტი ვერ შექმნას. თურმე 99 საძინებლიდან რომელ საძინებელში ძინავს ბიძინას, ბიძინამაც არ იცის. თურმე კრესლოში იძინებს და მე სპეციალურ კაცს, რომელმაც ლაპარაკი არ იცის, ერთ-ერთ საძინებელში გადაყავს. და გაგვიძებამდე 5 წუთით ადრე უკან კრესლოში ამბობს. და იგი მიძინავს. სადეძინა არ იცის. თურმე ეს რეზიდენცია ისე არის დაპროექტებული, რომ რეზიდენციიდან ყველა მეზობლის ეზო ჩანს, მაგრამ არც ერთი მეზობლის ეზოდან არ ჩანს რეზიდენცია. თურმე ამ რეზიდენციის ჩრდილოეთ მხარეს კლდეზე ამირანი არის მიჯაჭვული. თურმე რეზიდენციაში სტუმრებს არ აქვს ტუალეტით სარგებლობის უფლება. ყველაფერი უნდა მოითავო, ისე უნდა ესტუმრო. თურმე რეზიდენციაში არის ისეთი დიდი დარბაზი, რომელშიც მთლიანად ეს რეზიდენცია 18-ჯერ ჩაეტეოდა. თურმე როცა ბიძინა აბასთუმაში ჩადის, იმ დღეს აბასთუმაში სიგარეტს არავინ არ ეწევა. ჰაერი რო არ დაბინძურდა. კარგით. ასეთი იყო ჩვენი მოგონილი ჭორები ბიძინას რეზიდენციის საიდუმლოზე. ნებისმიერი დამთხევა შეგახსენეთ იქნება შემთხვევით. მე არ გაურბივარ ცვლილებებს. ანუ ჯერ კოლკოლა მოსვი, ახლა გადავალ გადაცემის მეორე ნაწილზე, ჩაანალიზებაზე. დღევანდელი ეპიზოდის ჩასაანალიზებელი თემაა დაუსჯელობის სინდრომი. 5 მაისს ფორმულას ეთერში ელისო ჯარიაშვილის გადაცემაში საგამოძიებო რეპორტაჟი გავიდა, სადაც ითქვა, რომ ვიცით, ვინ დაესხა თავს ჟურნალისტ ურამ როგავას 2024 წლის 28 ნოემბრის ღამეს. ქოცებიც სასწრაფო წესით წამოიზლაზნენ. ქოცი ერთ-ერთი არსებაა დედამიწაზე, რომელსაც სწრაფად წამოზლაზვნა შეუძლია. აუ წამოიზლაზეო სწრაფად. მოდგნენ და 2 დღეში დააკავეს 5 ადამიანი. 5 ადამიანი, რომელთაგან 2 ისედაც დაპატიმრებული იყო. ვისაც ეს წინადადება გაგიკვირდათ, დაიკიდეთ. დამიჯერეთ, ამათ გაცილებით გამოუგნებელი რაღაცები აქვთ გაკეთებული. ეს რა არის? რაც შეეხება დაკავებულებს. ვიზეც ელისო ამბობდა თავის რეპორტაჟში, ის არ დაუკავებიათ. აქაოდა ჟურნალისტური გამოძიება რა შუაშიაო, ჩვენო ისედაც მუშაობდითო. თურმე ეს ორი ამბავი დროში ერთმანეთს უბრალოდ დაემთხვა. დაემთხვა რა, წელიწად ნახევრის მერე. არადა 2024 წლის
13 დეკემბერს დასრულებული ჰქონდათ გამოძიება. დაკითხვები დამთავრებული იყო. ამის მერე წელიწად ნახევარი ფიქრობდნენ. და იძიებდნენ. აბა ბიჭებო, რომლები იყავით? იქნებ გავიხსენოთ ბიჭებო? და ისიც მე არა ძმაო, მე არ ყოფილა, ისიც პასუხობდა ჩიხში შედიოდა გამოძიება. როგორც კი ელისოს ნამდვილი ამბების სიუჟეტი გავიდა, მიმალული უტყუარი მტკიცებულებებიც გამოჩნდა და საქმეც გაიხსნა. უცნაური გამოძიების სისტემა შემოგთავაზეს ქოცებმა. ასე გამოიყურება. ჩვენ არ დავიჭერთ, თქვენ წადით ძმაო, თქვენით იკვლიეთ, გაარკვიეთ, გამოიძიეთ, თუ მიხვდებით და სხვა გზას არ დაგვიტოვებთ, ჩვენ მერე დავიჭერთ. ანუ ესე დაახლოებით ესე გაგვატყით, მაშინ დავიჭერთ. სამაგიეროდ სულაც არ ჭირდება ჟურნალისტების დახმარება ნოდარ ჩაჩანიძის და სხვა აქტივისტების ტროტუარზე დგომისთვის დაპატიმრებისთვის. იმ დღესვე ყველაფერს იძიებენ. მინდა რომ აქვე გამოვხატო სოლიდარობა ნოდარის და რეჟიმის ყველა პატიმრის მიმართ. რაც შეეხება როგავას საქმეზე დაკავებულებს, რეპორტაჟის შემდეგ ქოცები ცდილობენ, რომ ჟურნალისტური გამოძიება გააუფერულონ და წინა პლანზე წამოწიონ თავიანთი პროკურატურის მუშაობა. ამიტომ სიუჟეტში ნახსენები სავარაუდო ეჭვმიტანილი არ დაიჭირეს, შალვა პაპუაშვილსაც სათქმელი მიეცა. ამას რაიმე ჟურნალისტურ პროდუქტთან კავშირი არ აქვს. მე ვნახე პროკურატურის განცხადება, სადაც ითქვა კიდევაც, რომ დაკავებულ ადამიანებში არ არის ის პირი, რომელზეც ერთ-ერთი მედიიდან ითქვა. ასე რომ ამას არანაირი კავშირი არ აქვს. წერტილი. ეს წერტილი შალვას არ უთქვას, მაგრამ მოუხდებოდა. რაღაცნაირი კაცია შალვა, წერტილივით კაცია. პროკურატურა უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, უნდა ეთქვათ, რომ სიუჟეტი არც უნახავთ. რა სიუჟეტი? წარმოდგენა არ გვაქვს. მაგრამ ამდენი აღარ უკადრიათ. პროკურატურა კარგია რომ გვიყურებთ. არ გადართოთ, ბევრ კარგ რამეს გაიგებთ ხოლმე. ასეა თუ ისე ჟურნალისტების აქტიურობამ მიახვედრა სისტემა, რომ დაფარული დიდხანს ვეღარ დარჩებოდა. ამან აიძულა გადაედგათ რაღაც ნაბიჯი. რა თქმა უნდა, ეს ასე არ დამთავრდება და პროცესი გაგრძელდება. მაგრამ სულ სხვანაირად ალაპარაკდა ხარებაც. ჟურნალისტის შეკითხვაზე შეიძლება თქვენი პასუხისმგებლობას დადგეს? ხარება პასუხობს. ყველაფერი შეიძლება. რა თქმა უნდა, აუცილებლად დადგება ხარებას პასუხისმგებლობის საკითხიც. ხარებასიც და ყველასი, ვინც ბრძანებებს გასცემ და ვინც ასრულებდა და ვისაც რაიმე კავშირი აქვს ასობით ადამიანის წამებასთან. ამაში არ მეთანხმება ჩემივე კადრი მამუკა დინარაძე. გააქტიურდა მამუკა. არაფრით არ უნდათ რომ ამ საქმეში ბრძანების გამცემებზე და ზემოთ გავიდეთ. უნდათ რომ იქვე სპეცრაზმელებთანვე მოყომარდეს ამბავი. მიმდინარე საქმეში არათუ პირდაპირი ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის საიმისოდ, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ ან ეცემათ. გაიგეთ? ზემოთ ქექვა აღარ გინდათო, რაც გაგმოგიგდეთო, ეგაა და ეგო. ამის მერე მამუკა აგრძელებს და სასწაურამეს ამბობს. წინასწარვე მეორე ადგილი თვისტოპ 5-ში. დამკვეთი რო იყოს ამ საქმეში და შესაბამისი მტკიცებულებაც არსებობდეს, ალბათ დაგვეჯერება ყველას, რომ არ შევიკავებდით თავს. სიტყვას დაგვეჯერება ქოცების ლექსიკონში რავი 1000 სიტყვაში არ შევიყვანდი. ან თუ გინდათ ვიკამათოთ, მოგწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი, საშუალოდ რამდენი სიტყვა იციან, იმის მიხედვით ვიმშელოთ. არა მამუკა, სამწუხაროდ არ დაგეჯერებათ და აუცილებლად დადგება დრო, ყველას პასუხისმგებლობის საკითხი რომ დადგება. ახლა გეტყვით რატომაც. პროკურატურა თქვენ ვიცით რომ გვიყურებთ, ამიტომ გთხოვთ სხვებსაც ჩაუგდოთ ამ გადაცემის ლინკი. ახლა ვისაუბრებ დაუსჯელობის სინდრომზე, რომელიც გავრცელებულია საქართველოში. დაუსჯელობის სინდრომი არის სოციალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი მოქმედებს დანაშაულებრივად, რადგან დარწმუნებულია, რომ პასუხს არ აგებს თავის ქმედებებზე. დაუსჯელობა ძალაუფლებასთან პირდაპირ კავშირშია. რაც უფრო დიდია ძალა, მით უფრო დიდია ცდუნება, რომ ადამიანი საკუთარ თავს კანონზე მაღლა დააყენებს. ჩემი თუ არ გჯერათ, დიდ ფილოსოფოსებს და მოღვაწეებს დაუჯერეთ.
ტომას ჰობსი მიიჩნევდა, რომ ადამიანის ბუნება ძალაუფლების მოპოვებისკენ არის მიდრეკილი და თუ ძლიერი კანონი არ იარსებებს, ადამიანები ქაოსურ მდგომარეობაში დაბრუნდებიან, სადაც ძალა სამართალს ჩაანაცვლებს. როცა ეს თქვა, მაშინ ამ კაცის დაჯერება ძალიან რთული იყო. არ გვეცალა ჩვენ მაგ დროს შაჰ-აბასის ლაშქრობებს ვიგერიებდით. მაშინ თქვა იმანიკა. მოდი ნიკოლო მაკიაველის დაუჯეროთ. მისი აზრით, მმართველი ხშირად მორალზე მეტად საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებით ხელმძღვანელობს. სწორედ აქ ჩნდება პრობლემა. თუ სახელმწიფო ლიდერი საკუთარ თავს კანონზე მაღლა დააყენებს, დაუჯერობა სისტემურ სახეს იღებს. მაკიაველსაც თუ არ დაუჯერებთ, ნიცშეს აზრს გეტყვით. თუმცა ბიძინა ნიცშეს არ ეთანხმება. მოდი არ გეტყვით, იყოს იმ ორითვი ხელმძღვანელობა. ნუ გადავტვირთავთ twin-ებს. დაუსჯელობა განსაკუთრებით საიშია, იმიტომ რომ მას გამეორების უნარი აქვს. თუ ადამიანი ერთხელ დარწმუნდება, რომ მის ქმედება შედეგი არ მოყვება, დიდი ალბათობით იგივე ქმედებას კვლავ გაიმეორებს. რატომ იყვნენ სპეცრაზმელები განსაკუთრებით სასტიკები 2024 წლის ნოემბერში? განა არ იცოდნენ, რომ მათი საქციელი მრავალწლიან სასჯელს ითვალისწინებდა. მშვენივრად იცოდნენ, მაგრამ ასევე დარწმუნებული იყვნენ, რომ არ დაისჯებოდნენ. იცით საიდან იცოდნენ? საიდან და 20 ივნისიდან იცოდნენ ეს. იმ გავრილოვის ღამეს 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 40 ჟურნალისტი. ზოგ მათგანს ძალიან მძიმე დაზიანებები ჰქონდა. როგორ მოიხსნენ გახსოვთ? გენერალურმა პროკურატურამ აქციის დროს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მაშინ ჯერ კიდე ებრანჭებოდნენ დასავლეთს. ბიძინა ჯერ კიდე აპირებდა გასაოცარი დემოკრატიით მსოფლიოს გაკვირვებას. ციტირებ, რათა რეაგირების გარეშე არ დარჩეს არც ერთი მცირე დიდ სამართალდარღვევა. პროკურატურა აქციის ყველა მონაწილეს მიმართავს მიაწოდოს მათ ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება. ხო და შეაგროვეს მტკიცებულებები და დაერივნენ პოლიციელებს. დააკავეს 80-მდე მათგანი. ვითამაშოთ ჩვენ თამაში. მართლა კი არა, 50-მდე. კაი. ჩემი განაცემის ერთგულმა მაყურებელმა კარგად იცის, რომ ეს ორნიშნა რიცხვი ვერ იქნება. რა თქმა უნდა, არც 9 და არც 5 არაა სწორი პასუხი. სულ 3 პოლიციელი დააკავეს. 3-ვე მალევე გამოუშვეს გირაოთი. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, 0 ადამიანი დასაჯეს. 0 ადამიანი ჩასვეს ციხეში. ამიტომ იცოდნენ სპეცრაზმელებმა, რომ არავინ დაისჯებოდა. ხოცებს ძალიან უჭირთ თავიანთი ხალხის დაკავება. რთული ადამიანს დაუსჯელობის პირობა მისცე, ყველაფერი აკეთებინო, რაც გინდა და მერე დაიჭირო. ეგ რაღა დაუსჯელობაო, გეტყვის და მართალიც იქნება. იგივე 20 ივნისს მთელი ქვეყანა გახარიას გადადგომას ვითხოვდით. თვითონ გახარიას აქვს ასეთი რამე ნათქვამი. ისროდნენ თუ არა დამიზნებით, ჩემთვის მეორე ხარისხოვანია. მე თუ მკითხავთ, მეორე კი არა, მეას ხარისხოვანი იყო, რადგან ამისთვის არავინ დაასჯილა. თვითონ გახარია დააწინაურეს, პრემიერი გახდა და ბუზი ყველა ბზუოდა, გახარიასთან ყველა ვტყუოდით. კობახიძემ თქვა ესა. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, როცა გახარია მოცნება დატოვა, ეგრევე დამნაშავე გახდა. სისხლიან ბანერებზე გამოისახა და ქვეყნიდან გააქციეს. ირაკლი ღარიბაშვილი კორუფციის გამო გაუშვეს. მერე ისევ დააბრუნეს და მთელი ქვეყანა ხო ყაყანებდით მის კორუფციაზე, მაგრამ ირაკლის მადლობას უხდიდნენ მართლმადიდებლობისთვის. გასვოთ ეგა? მადლობა მართლმადიდებლობისთვის. მარტო მაშინ დაიჭირეს, როცა თვითონ უნდოდათ. და წლების მერე აღმოჩნდა, რომ დამნაშავე ყოფილა და ოქროს ბრელოკები ქონია. ასე მოუწია კიდევ ბევრ ყოფილ თანამდებობის პირს და ასე მოუწევს მომავალშიც ყველას, რადგან ადრე თუ გვიან სამართალი აღსრულდება. ისტორია აჩვენებს, რომ იქ სადაც ძალაუფლებას კონტროლი არ აქვს, იზრდება ძალადობა, კორუფცია და ადამიანის უფლებების დარღვევა. თუმცა ისტორია ასევე გვიჩვენებს, რომ პასუხისმგებლობის იდეა ბოლომდე არასოდეს ქრება. არსებობენ შემთხვევები, როდესაც წლების შემდეგაც კი დამნაშავეები სასამართლოს წინაშე აღმოჩნდნენ. ადოლფ აიხმანი ჰოლოკოსტის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო. ომის შემდეგ არგენტინაში იმალებოდა და სხვა სახელით ცხოვრობდა. ომის დამთავრებიდან 15 წლის შემდეგ იპოვეს და სიკვდილით დასაჯეს. ფელისიენ კაბუგა რუანდელი ბიზნესმენი იყო. მეცენატად და ქველმოქმედადაც მოიხსენიებდნენ. თუმცა
გენოციდის ხელშეწყობაში დაადანაშაულდეს, რადგან ფინანსურად ეხმარებოდა პროცესს და ასევე აფინანსებდა სიძულვილის პროპაგანდასაც. თხოვნა მექნება ნურავისთან დააკავშირებთ აქ. სად რუანდელი კაბუგა და სადეგა. 1994 წელს გენოციდის შემდეგ კაბუგა გაქრა. 26 წელი მასზე არაფერი ისმოდა. ახლა ხანს 2020 წელს ის საფრანგეთში დააკავეს. აღმოჩნდა რომ პარიზის მახლობლად მშვიდად ცხოვრობდა. კიდევ ერთხელ გთხოვთ ნურავის დააკავშირებთ. უფრო მეტი დროით დაკარგულზეც გეტყვით. ჯონ დემიანიუკი საბჭოთა ჯარისკაცი იყო. 1942 წელს გერმანელებმა ტყვე დაიყვანეს. ჯონმაც დაიკიდა წითელი არმია და გადაეწყო ფაშიზმზე. მის კისერზე უამრავი ადამიანის სიცოცხლეა. თვითონ კი გერმანელ ქალზე დაქორწინდა და ამერიკაში გაიქცა. ეს ადამიანი არც მეტი, არც ნაკლები 66 წლის შემდეგ გაასამართლეს. გასამართლებიდან 1 წელიწადში მოკვდა. 92 წლის ასაკში, მაგრამ მაინც გასამართლებული. არსებობს ასეთი ქართული გამოთქმა, სამართალი ურმიდ დადისო. თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიის გათვალისწინებით არაა გამორიცხული რომ ლამბორგინიზე გადაჯდეს. დაჩქარდა სამართლიანობის აღსრულების პროცესი, ტექნოლოგიები, დნმ, არქივების გახსნა და ასე შემდეგ. ამიტომ დამნაშავეებს ნურაპრიზი მედი ნუ გექნებათ. თქვენ ნურაპრიზი მედი ნუ გექნებათ, ბიჭო. ნო. რა არის გამოსავალი? დანაშაული უნდა აღკვეთოს და შეამციროს მხოლოდ და მხოლოდ ერთმა რამემ. სასჯელი უნდა იყოს გარდაუვალი. სხვა შანსი არაა. ეს არის დამტკიცებული. მარტო კანონი ვერ შველის. სულ რომ სიკვდილი დასჯა გქონდეს, თუ იცი რომ შერჩევითია სამართალი. კანონი პრევენციის ფუნქციას ვერ ასრულებს. კანონი მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ სასჯელი გარდაუვალია. კორუფცია დანაშაულია, მაგრამ გამოძრომის იმედი რო არ ქონოდათ, არც ღარიბაშვილი და არც მისი კლანი ახლოს არ გაეკარებოდნენ ფულსა. ნუ ღარიბაშვილზე არ ვარ დარწმუნებული. ცუდი მაგალითი მოვიყვანე. ღარიბაშვილი ძალიან უყვარდა კორუფცია. იგივე იმედი რო არ ქონოდათ დაუჟელობის, არც რესტორნებში გაისროდნენ იარაღები და ვიმე, არც დასარბევად შევარდებოდნენ სადმე. რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი წელია ციხე ამა თუ იმ დანაშაულზე, თუ არ დაისჯები. დაუჟელობის სინდრომი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სოციალური და პოლიტიკური პრობლემაა, რადგან იგი მხოლოდ კონკრეტულ დანაშაულს არ ეხება. მისი მთავარი საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ნელ-ნელა ანგრევს სამართლიანობის იდეას. ესენი კი ყველაფერს ანგრევენ, ბიჭო, ქოცები, ყველაფერს სამართლიანობის იდეასაც, საყდრისაც, გელათსაც, სვეტილს. ამიტომ ესენი ხალხო სასწრაფოდ უნდა გაუშვათ. აღვადგინოთ სამართლიანობა და სამართლიან ქვეყანაში ვიცხოვროთ. სხვანაირად ვერ გადავრჩებით. ეს იყო პასუხი კითხვაზე, ჩვენ რა ვქნათ ჩვენ. აი ეს უნდა. სულ ეს იყო რაც დღეისთვის მინდოდა ვეთქვა. შევხვდებით მომავალ შაბათს ფორმულაზე.